უზბეკეთის დედაქალაქში ტაშკენტში ჩამოვიდი და ორდღიან ღონისძიებას საქართველოს-უზბეკეთის აბრეშუმის გზას ვესწრები. 2023-დან 2024 წლამდე საქართველოსთან უზბეკეთში ექსპორტი 27%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში კი ექსპორტმა 104 მილიონი დოლარი შეადგინა. უზბეკეთში საქართველოსთან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. ამ ციფრებთან ერთად იზრდება უზბეკეთის ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული ქართული ბიზნესების რაოდენობაც და დღეს ეს ბიზნესები ტაშკენტში არიან. პირველ დღეს კონფერენციაზე სპიკერებმა ბიზნესებს უზბეკეთის ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები, აქაური პერსპექტივები და საინვესტიციო გარემო გააცნეს. დღეს ღონისძიების მეორე დღეა. გამოფენაზე სამშენებლო, სამედიცინო, სარეკლამო, ლოჯისტიკისა და 50-მდე სხვა სექტორის ქართული ბიზნესია წარმოდგენილი. უზბეკეთის ბაზრის უკვე წარმოდგენილი ძალიან ხარისხიანი ტელესკოპები, ბინოკლები და პირველად ჩვენს რეგიონში გაკეთებული ობსერვატორიის ნიმუში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი, როდესაც ღამისაზე იყურება, ყველაფერი ნათლად და კარგად და ზუსტად დაინახა. ჩვენ ვართ სტუდია 9. ეს არის არქიტექტურული კომპანია, ასევე ვაკეთებთ ინტერიერის დიზაინს, მშენებლობას, რემონტის ჩათვლით და ურბანულ განვითარებას. ეს გამოფენა რითი იქნება საინტერესო თქვენი აზრით, თქვენი ბიზნესისთვის? გავიცნობ იმ კონკრეტულ სეგმენტს, რომელიც არის დაკავშირებული უძრავი ქონების ბიზნესთან, რეალტორებს, უძრავი ქონების წარმომადგენლებს. გვინდა რომ უფრო გავაძლიეროთ ექსპორტის მიმართულება. ჩვენი წარმოება, ჩვენი წყალი, ესე რომ ვთქვათ, არის უმაღლესი ხარისხის, დემონური თვისებებით არის უკონკურენტო. აქ წარმოდგენილი თითოეული ბიზნესის უკან საინტერესო ისტორია, შრომა, წარმატებით დაზრეული გამოწვევები და დაშვებული შეცდომების დგას. თუმცა განვითარების გზაზე თითოეულ მათგანმა იცის, რომ წარმატება გზაშია, თავარია გჯეროდეს.